მიშველეთ, შეაჩერეთ, მიშველეთ. რატომ არ დაიჭერე შვი? მთელი თვის პენსია ჩანთაში მეტ. აბა, მოდი რაღაცას შევთანხმდეთ რა. ჩვენ ქვეყანაში ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე, ხო ესეა? ამ შემთხვევაში თქვენ მე კი არ უნდა მეცეთ ქალბატონო, შვილო რატო არ გააჩერეთი? პატრულში უნდა დარეკოთ, მოდი გამიგეთ. ასთორმე. ბატონო გიორგი გუშინ ჩემი ტუპების დაბადების დღე იყო. მალე სკოლაში წავლენ და რაღაც მინდა გთხოვო. ერთი სანამ რამეს მთხოვო და ეჭვმაქ რომ ეს რაღაც ხელფასის მომატება იქნება, არ უნდა დაიგვიანო 3 წუთი. იმიტომ რომ ჩემი 3 წუთი $325. ასე რომ შენ ჩემი ვალი გაქვს. მაგრამ რახან გუშინ ტუპების დაბადების დღე იყო, იყოს ჩუქრი. ბავშვებს რამე უყიდე. და რატო ჩაგიცვია შავები? დაბადების დღე ქონდათ გუშინ თუ პანაშვილი? მოსულები არიან. ყავა ჩაი შევთავაზე. თქვენ გელოდებიან. საქმე იმაშია ბატონებო, რომ ამ შენობაში განთავსებულია საქართველოში პირველი საბავშვო თეატრი. თეატრის ხელმძღვანელები სთხოვენ ჩვენს კომპანიას, რომ პროფილი შეუნარჩუნდეს. დღეს მათ სპექტაკლის პრემიერა აქვს და თქვენ დაპატიჟებული ხართ ბატონო გიორგი. კარგია. რავი, სპექტაკლის ბილეთები ჩემ მოსყიდვა ჯერ მართლა არ აუცილებელი. კარგი, მადლობა ნიკა. ნუ რა ვიცი, მგონი ნათელია რომ ეხლა ყველა კმაყოფილი რა თქმა უნდა ვერ იქნება რა. ასე რომ პურს და სანახაობას შორის მოდი არჩევანი ამ ეტაპზე პირველზე შევაჩეროთ, რა სიტყვით. ჩვენ რა უნდა ვთქვათ იმის გარდა რომ თეატრის შენარჩუნებაზე საუბარიც კი დროის უაზროდ კარგვა მგონია. მე ვერ დაგეთანხმებით. მე არ მგონია დროის უაზრო კარგვა, პირიქით. თეატრზე ყველამ უნდა ვიფიქროთ და ალტერნატიული პროექტი განვიხილოთ. ალტერნატიული პროექტი, რომელიც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. დიახ. დიახ, ეგ პროექტი თეატრის რეაბილიტაციას და მისი შენახვის ხარჯებს გულისხმობს. ხო და თუ ვინმე ამიხსნის თუ რატომ უნდა გავიღოთ დამატებითი ხარჯი, კი ბატონო, დავილაპარაკოთ. იმიტომ რომ ეს პირველი ქართული საბავშვო თეატრია. აი არ გინდათ ეს რაღაც კეთილი დეიდას თამაში. ჩვენს გვიყვარს ბავშვები, მაგრამ რა სიტყვა. დაგიეკონენ ცოტა ხანში თათბირზე ვარ. გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. 1 საათში სადღაც უნდა მივიყვანო. მომისმინე, ჩვენი ფონდის აქციები 0.001%-ით მაინც დაეწეს, იცი რა მოხდება? არა, გიორგი, არ ვიცი, მაგრამ მე რაზეც მინდა საუბარი აქციების ნებისმიერი პროცენტით დაცემაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. გავიგე, მაგრამ ტელეფონში გამითხრა რა? არა, გიორგი. არა. ესე იგი ვერ შევთავაზებ. კარგად იყავით. წავედი. მაშინ მეტოს გამოგიგზავნე და სადაც გინდა იქ წაგიყვანს. ვტოვებ ცოფო? ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, გიორგი. რა ვიცი, მე მგონი ბიზნესის ენაზე ვსაუბრობ. და ესენა გადასარევად ესმის როგორც აქ მჯდომ საზოგადოებას, ისე რუს ინვესტორებსაც, ხო მართალია? კი ბატონო, ისაუბრეთ, მე დაგტოვებთ. კარგი. მართლა ძალიან სამწუხაროა სოფოს გადაწყვეტილება, მაგრამ ნუ რას იზამთ. მთავარია რომ ჩვენი ერთად ყოფნით პროექტს არაფერი იმუქრება. მოკლედ, მე და ჩემი ასისტენტი დღეს ვეწავალთ სიღნაღში და ყველაფერს მოვაგვარებთ, არაფერზე არ ინერვიულოთ.
გუშინ ხალხობის დაბადების დღე იყო. ბევრი არაფერია, მაგრამ გავუხარდებოდ. ძალიან დიდი მადლობა, რატომ შეწყვეტ. ვერ ხვდები ასეთ მნიშვნელოვან დროს შენი ქმარი შენს გვერდით რატო არ არის? სამსახურშია. შენიც იმ შემთხვევაში თუ საინვესტიციო ფონდის აქციები 0.001% დაეცემა, რა უნდა გააკეთო? გაგიშდი ხო? შენ მდგომარეობაში ესეთ რაღაცებზე ფიქრი საერთოდ როგორ შეიძლება? უბრალოდ სურპრიზის გაკეთება მინდოდა, თორე რო იცოდეს იქ რა გააჩერებდა. ეს საღამოს კინოში ვეღარ წავალთ, მაგრამ არ ინერვიულო, უკეთესი იდეა მაქვს. სიგნალში მივდივართ, რაღაც პატარა საქმეები გვაქვს და მე მთელი საღამო ჩვენი იქნება. წარმოიდგინე, მე, შენ და სიყვარულის ქალაქი. კაი, გაკოცე. გიგვით. დები. დიახ ბატონო გიორგი. ჯერ არ გამოსულა ქალბატონ ნინი. დაანებე თავი და წამოდი ახლავე ოფისში ტაქსით წავა ნინი. კარგი. გაიღვიძე ბიჭო გათენდა. არისტოფან გათენდა მეთქი კაცო, გაიღვიძე ხა, გაიღვიძე. ეგ რეკვიზიტის თოფიკიდეს დაანებე თავი, დადე ადგილზე რა. წაიღე ესენი. მიმახათ. ქილები არ დაგეყაროს. არა კაცო. ისადა. უბრალოდ ხელფასები არ იქნება კაცო. რა ხანი არ ამიღია რა. იქნება, აი ის ინვესტორი ჩამოვა დღეს. ხელფასებიც იქნება და თანამატიც იქნება. ფული მანსაი და გინა ინსპექტორი იყო და ვინც გინა კიდე ისა. Jackie. Jackie. Vay, şimdi masuva. Dilamshi dobisa, Mirza papa. Dilamshi dobisa. Ya, ezid bugi qadi. Gabi. Ray, qasulam dilamteni რომ მოხდა ხაშია. რასაბოთ, Mirza papa. დღეს ჩემი პირველი როლი უნდა ვითამაშო. თარამდენი საქმეა გასაკეთებელი. რეკვიზიტები დასაწყობი, კოსტიუმები გადასარჩევი. მოკლედ ბევრი საქმე მაქვს. წამომერი, მომეხმარე. აბა შენ ვარ მყავდე, რამე შეიძლება. მოვდივარ. წამოსცენას მივხედოთ, წამ. წადი გაისერნე. Opa.
papa. Ektopia იღე. და ამ ბატონის სკამზე აი ქთა მხრიდან გადაკიდე papa. არის. აი. აუ ეს კაბა უკვე იმდენ ადგილას გავკერე, ფერიას კი არა, კონკიას უფრო გავარ. არა უშავრა papa. არა უშავრა. ეხა თბილისიდან ერთი კეთილი ძია უნდა ჩამოვიდეს. და ახალ კაბასაც გიყიდი. და შეიძლება ჩვენთანაც პატარა ხელით შევავლოთ. თუ იმთან ინვესტირების ფონდს გულისხმობ, არ მგონია რამე სახეირო იყოს. რატო papa? იმიტომ რომ მაგათი პოლიტიკა არ ითვალისწინებს ჩვენაირი თეატრების განვითარებას. რა ყოჩარი გოგო ხარში? არისტოფანი. თქვენ ნამდვილად ორსულად ხართ. ნაყოფის სიგრძეა 2 სანტიმეტრი. გულისცემა და მოძრაობითი აქტივობა ნორმალურია. სქესი ჯერ არ ჩანს, მაგრამ რაც მთავარია იგი ჯანმრთელია და განვითარების რამენაირი დეფექტი არ აღენიშნება. უნდა მითხრა, აბა უნაქრა. მოიცა კაცებს მეუნება. კარგად უნდა დავფიქრდეთ და ისე უნდა გადავწყვიტოთ. რაზე უნდა დავფიქრდეთ და გადავწყვიტოთ? არა, ბავშვი ზოგადად დადებითი მოვლენაა, რა თქმა უნდა, მაგრამ. რა მაგრამ? მაგრამ რთულია ჩემთვის ესე მოულოდნელად გადაწყვეტილების მიღება. და ამით ახლა ისე თქვა გინდა. არაფერს კაი მოიცა რომ ჩამალ მე დავილაპარაკოთ. მიტო. დიახ ბატონო გიორგი. შენ ხო ყავს 4 შვილი? 5 ბატონო გიორგი. 5 ხო რა მშობა. ხო და კაია ეს ბავშვი, ანუ შვილი. ბატონო გიორგი. სახში რომ მიხვალ დაღლილი საღამოს სამსახურიდან, სავარძელში რომ ჩაჯდები და რომ ამოგაპოპყდებიან. რა გასვენებენ, ხო? არა ასამოთ ბატონო გიორგი. ბავშვებთან თამაშით ისვენებ ყველაზე მეტად. ხოდა რო ჩაბღაუჭებული რო ყავს რა რო ჩაგებღაუჭება და შენ რო ყვი რო ვითომ რო გტკივა და ამ დროს ის კიდე უფრო რო მაგრა გეჭიდაება გაათმოაგდებულია წირველი ბავში კი ბავში ნელა აინე ბავში დაღლი ბრედი გამოყალევდი ბიჭო შენ, ბავშვია, ხო არ დავარტყავდი ბატონო გიორგი. და დაღწაჭეხებოდი შეჭემისა ნახე რა დღეს ჩააგდე მანქანა. შემეცოდა ბატონო გიორგი. და 20,000-იანი მანქანა არ შეგეწოდა შეცინო შენ, ვინ არის ეს დებილიტო? ხო კარგა, მეორე დებილი კიდე. კარგად თორ შემომხედე, მომკლა კი რა გამოყალეებული. გაგდებული ხარ გააჯვიდროზე აქედა. დამიყვარი დროზე აქედა. გადიმეთე ბიჭო ნუ გახედავ. ასეთი უფროსის სკოლას საერთოდ უსამსახუროდ ყოფნა ჯობს.
აი გეყოფა რა გვანცა რა. შეხვედრის მასალები მაქვს დასახარისხებელი. ვერ დამახარისხოვე რა. ძალიან სასაცილოა. ამას მოვჭები და მე. ჯერმენო. დიახ ბატონო გიორგი. მიზე ყრენიხ მაგაკ. არ ვიცი. ჩვეულებრივი? პერანგი დამესვარა იმ სირთა კომიტეს გადამკიდე, წადიან მიყიდე. პერანგი? ნუ დაიბნევი ხა შენებულა, ტიტული ხო არ წავალ შეხვედრას. დავი ბანცა შუბლზე აკოცა გავარდე დროს. რა ოფოსმა რა მინდაო? პერანგი უნდა უყიდო ის ხო დაისვარა. პერანგი? ფამი უკვე აღარც მეწოდები, იცი? ბატონო? რა ბატონო მონახა რა, ჩვეულებრივი ბანალური მონა. აი შენაირ ტიპებს მართლა ეგრე უნდა მოექცა და მიაჩემო რომ ბოლომდე დააკეთებინო ის რაც გინდა. აი დაიწყე. მოდი. წავიდა უკანიკა. ნიკა კი წავიდა, მაგრამ აქ პერანგი სად უნდა იშოვოს? თუნდაც მომიდა სრული პერანგი, გაგირეცხავ და მე ფეინით გაგიშვა. ხშირად აკეთებ ხოლმე შენი ქმრის გასაკეთებელ საქმეს. რას ვიზამთ? ხანდახან მიწევს ხოლმე. ისე ნიკა ისეთი კაი ბიჭია რომ მეც ამონები დავეხმარებოდი რამეში. მაინც რაში? ამის შუაგზაზე მეტოვება არ შეიძლება. აი ზუსტად ეხლა ვფიქრობდი შენზე, რა ქენი იშოვე რამე? ორნაირი პერანგი ვიპოვე, თეთრი და ცისფერი, რომელი გირჩევნიათ? რა ვიცი, აირჩიე. პრინციპში ვენდობი შენ გემოვნებას. ისი თეთრი წამოიღე. გასაგებია. საზიზღარი ბიჭი ხარ. შენ ხო ეგევასეო? აი ნიკა მოვა ეხლა. ისე შენ ქმარს რომ ამაღამ რამე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდეს, ხო არ გაბრაზდები? ნიკაზე კი. აი შენზე არა. უკაცრავად თქვენს პერანგს რამდენად მომპირდით? რა? შემოღალატე! მას შენ უთხარი იმ ქურდ ბაცაცებს, სად ვინახავდი ჩემს სამგაურს? არა ბატონო, რას ბრძანებთ? მე ისიც კი არ ვიცი სამკაული რა არის. შემიბრალეთ ბატონო. სახლში ავადმყოფი დედა მყავს და ჩემს მეტი მომვლელი არ გააჩნია. ბიჭებო! აქედან გაათრიეთ ეს კომბიო! და დაიმახსოვრეთ! ყველას ასე დაემართება, ვინც მიღალატებს და არ დამიჯერებს. მე ბოროტების ხმა შემომესმა და გამოვქანდი ციდან. დაჩაგრული ხალხის ბოლო მოგეშათ, სიკეთე მომაქვს წმინდა. შენ ვიღა ხარ? რა ლექსად მელაპარაკები? აქ საიდან გაჩნდი? სანამ შენ მკითხავ, მეც მინდა გკითხო რაღაც. რატომ აწვალებს საცოდავ გლეხებს? რატომ წართვი მოურავს შვილი? რატომ უტყავდი მოხუცქალს ფეხებს? შენ ვინ გეკითხება? გამაგებინე, გაეთრინე ჩემი სახლიდან. მე ბატონი ვარ და როგორც მინდა, ჩემ ხალხს ისე მოვეპყრობი. კი, ბატონი ხარ, მაგრამ დღეიდან მე შენ გადაგაქცევ ყველა იმ კაცად, რომელიც დაჩაგრე, დატანჯე და მათ ტკივილებს გაიღებ ხარკად.
ახლა გაერთრია ჩემი სახლია თორე თუ გძრούσε. ალისა მალისა, შენი სული სხვახისა. უცხოტანი შენი სული, ნახე ყველა დაჩაგრული. ეს რა მიქენი ფერია? ამ დაბიოს ხელში რატომ გამომამწყვდიე? მე ხომ ბატონი ვარ, თავადით სისხლიანი. ფათოშებო. მართლა გენიალური ყველაფერი, უბრალოდ ბოდის გიხდით, მეტი დრო არ მაქვს. მე ვაფასებ თქვენს მიერ გაწეულ შრომას. განსაკუთრებით გამოვყოფდი პატარა ფერიას, რა ქვია შენ? ელენე. მართლა ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა. უბრალოდ ჩემო ძვირფასებო, საბედნიეროდ თუ არ ვიცი სამწუხაროდ პროგრესს წინ ვერ აღუდგებით, ხო ესეა? მე მიმაჩნია რომ ესეთი კამერული სპექტაკლების გათამაშება თქვენ დაუშვათ იგივე სახლებშიც შეგიძლიათ მეგობრების ვიწრო გარემოცვაში, ასე რომ ბატონ გიორგი, ეს არის პირველი ქართული საბავშვო თეატრი. რას მეუბნები? მას სჭირდება მოფრთხილება, უნდა ვუარო. კი, მესმის და ამიტომ მე ვაპირებ რომ შევთავაზო რუს ინვესტორებს და თუ დაუშვათ მათი ინტერესიც იქნება, თქვენ შეგიძლიათ რომ კვირაში ერთხელ გაითამაშოთ ხოლმე ეს თქვენ შოუ რესტორანში. კი, რესტორანში. კი ბატონო. ხო ისწავლი რუსულ ენას? თქვენ ძალიან ცუდი. მერკანტილური და უსულგულ ადამიანები ბრძანდებით. ამიტომ მე თქვენ დაგსჯით. ალისა მალისა, შენი სული სხვახისა, უცხოტანი შენი სული, ნახე ყველა დაჩაგრული. მართლა საყვარელი ბავშვია და. კაი, ნუ მოკლედ ჩვენი კომპანია თქვენი ქონების გადაზიდვის ხარჯებს აიღებს თავის თავზე, ასე რომ შეგიძლიათ შედათებოთ. სად არის მანქანა? ერთ ნახევარ საათში მუშები და სატვირთოები აქ იქნება. კი ბატონო. რა გამოდის რომ იგი დღესვე უნდა დავცალოთ აქაურობა? კი, დღესვე. და გამოიცვალეთ, თორე შეაშინებთ გარეთ ხალხს, აბა? შენ ყოფილ ხარ არამზადა, გიორგი! მიდა პაპა! ვაჩენი! ვაიბა! დარეკეთ როზე ასტორმეჩე. კაცო მე დამწევს ეს ძაღლი თუ რა ხდება გამაგებინეთ ვინმემ რა. გავიდა. მომისმინე შენ მანდ შუა სიღრაღში დარბის სოფიანი ძაღლი. მოეთრიე დროზე და დაიჭერე თორე პასუხს აგებთ უყევა რა. უყურე ამათო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რუსული რესტორანი ძალიან მალე გახდება ჩვენი ქალაქის ნამდვილი მარგალიტი. Я уверен, дорогие гости, что этот русский ресторан будет жемчужиной нашего города. რაც კიდევ უფრო მეტად ხაზს გაუსვამს ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურულობის საუკუნოვან ტრადიციას. Где будут традиции наших народов, почему? გარდა ტურისტული ნაკადის დისა, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვარაუდობთ ინვესტიციის მოგებაზე წასვლას მაქსიმუმ 18 თვეში. Я думаю, что инвестиции, прибыль начнется у нас после 18 месяцев. ახლა კი მე მგონი უკვე შეგვიძლია მოვაწეროთ ხელი კონტრაქტი. Я думаю, что можем подписать уже контракт. კონტრაქტი რა მანქანაში უბედანები. ბატონებო, მინდა შემოგთავაზოთ ამაღამ სიღნაღში დარჩენა. Я хочу вам предложить сегодня вечером остаться в городе Сигнатово. და მართლაც უნიკალური ქალაქის დათვალიერება. Правда, очень уникальный город. დილით კი უკვე გემრიელი საუზმის შემდეგ მოვაწეროთ ხელი კონტრაქტს. Вкусного завтрака подпишем контракт. გთხოვთ. მოდი. წაიყვანე ახლა და დაათვალიერებინე ყველაფერი, სიღნაღი, ყვარელი, წინანდალი, რა ვიცი. მე სასტუმროში დააბინავებ, მე წახვალ თბილისში და ქეის ჩამომიტან. დილით აქ უნდა მქონდეს. დავით. დროზე.
ო, სიცოცხლე. კი, ყველაფერი რიგზეა. იცი შენთვის სიურპრიზი მაქვს. ვიცი მე შენი სიურპრიზები. ეხა გამოგივლი და ექსკურსიაზე წავიდეთ. თელავი, წინანდალი და ალავერდი. წარმოიდგინე კიდე ბევრი სილამაზეები. შენ რა მეკაიფები? რა ექსკურსიები და რა სილამაზეები აგიტყდა, ვერ გავიგე. მე მინდოდა რომ აგაგვეტარებინა ნორმალური ადამიანური საღამო. აგინდა ამ სასტუმროში ადამიანი. თან გიორგი მესენი მე ჩამაბარა და ხოლმე მივატოვებ ხარა? გიორგი მკითხრა, ხო, გიორგი. კაი, შეგიძლია დღეს მთელი საქართველო მოიარო მაგ შენ ვანიებთან ერთად. რა მნიშვნელობა აქვს? რა და ის რომ წადი და დღეს შეგიძლია საერთოდ აღარ დაბრუნდე. მე მარტო ვიცინებ. ხო, კიდე დიდი მადლობა სიურპრიზისთვის. შენიერი მოჭადრაკე გამოვიდა და ჩემგან. ისე ოსტატურად ვავაგე ფიგურებს, რომ მოწინააღმდეგის დედოფალი პირდაპირ მკლავებში მივარდება. და ეხლა რა? მეტი უნდა გამიგეთო? იცი რა ქვია ქართულად მათს? არა. შამათი. შამათი უფრო სექსუალურად ჟღერს. ძალიან დავიყალე რა. თავს ისე დაუცოლად გრძნობ ნიკასთან, რომ სულ შფოთავ და ნერვიულობ. აი შენ ძლიერი ხარ. შენ რაღაც ნამდვილ ქალად გრძნობ თავს. შენ შეყვარება ძალიან ადვილია. კაი, ხაწები რა. ერთმანეთი მოგვეწონა ქონდა კაი ჯამთელი სექსი. ადგინა ეხა ამ სიყვარულობანას თამაში. ესე იგი შენთვის თამაშია, ხო? თამაშია, მაგრამ რომელშიც მე და შენ გავიმარჯვე, დამარცხებული ექსკურსიაზეა. სადაც მიდიხარ, არ გინდა მეორე ტაიმი თავის დამატებითი დროით და ბოლოს პენლებით. საცისხარი კაცი ხარ რა. ვინ მოგცა საერთოდ ადამიანებით ასე თამაშის უფლება? შენ არ მომეცი? ფუ მიზის ხე. გისმენთ ბატონო გიორგი? აბა, ომარ, ჩემო ფსიქოლოგიურო მეგობარო, ხო არ გაგაღვიძე? რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? თო ყველაფერი რიგზეა. არავით არის პრობლემა არ მაქვს, ომარ, არავინ და არაფერი არ მაწუხებს, წავედი. დილა მშვიდობისა საქართველო. დღეს 31 თებერვალია. თქვენ უსმენთ რადიო ფორტუნა პლუს. მეგონა ის გაფრთხილდი რომ არ დაბრუნდებოდი. რა? პენლების სერია გინდა? ბოდა, ხო? სამსახურში არ გაგვიანდება? სამსახურში? მოიცა შენ იქ გზაშია უკვე? ახლა გააჩნია შენ ლოგინში წოლას რას დააქმნა. რა? მოიცა აქ არის უკვე მერე შენ? მე ყავა მოგიტანე. დალია და გამოფხიზნდე ცოტა. აქ შენ სულ გაგიჟდი? გამომართვი და საგაგი ვარდეს ახლა ხელიდან.
სად ხარ? მე მესმის, რომ თოლქმრული მოვალეობის შესრულება ხანდახან სამსახურეობრივზე უფრო სასიამოვნოა, მაგრამ გონი უკვე ოფისში უნდა იყო და პრეზენტაციისთვის ემზადებოდე. ვაიმე, სიზმარია, რახჭის, გამოხიზდი, დამშვიდი, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ბატონო, ომარ გიორგაძე. რომელი გიორგი? შენი პაციენტი, შეჩემა გიორგი გიორგაძე, ვერ ცნობ? გიორგაძე არა ის. ჩემ პაციენტების ხმას მე 1000-ში გამოვარჩევ. თქვენ არა ხართ გიორგი გიორგაძე. დიდი ბოდიში ეხა მაცდეთ ბევრი საქმე მაქვს, უკაცრავად. ომარ გიორგაძე და 2000 ლარს იმისთვის აგიხდი თვეში რომ ამის მტკიცება დამჭირდეს, გესმის? მომისმინე ახალგაზრდა, მე ამ ქალაქში ცნობილი ფსიქოთერაპევტი ვარ და ჩემი ნიხრი, ანუ ეგრეთ წოდებული ჰონორარი ბევრისთვისაა ცნობილი. ესიც ყველა მიცის, კაბინეტში რო ორი ფიგუსი გიდგას? რა თქმა უნდა. ერთ-ერთი რო პლასმასისა რა? თუ უკანა ოთახში რომ მოსაწევს ახარებ, ომარ? ბატონო? ხო, შენ VIP კლიენტებს რო აწევინებ. კედელზე რო გაქვს ყალბის სერტიფიკატი გაკრული, ვიცი, ყველაფერი მე. გვარიც რო გაქვს გადაკეთებული, ომარ. შენს ერთ-ერთ ქალბატონ პაციენტ მაიასთან რო სექსი გაქვს, და მარცხენა ფეხი რო გიკანკალებს ნერვიულობისგან, ესეც ყველა მიცის, ომარ? გისმენთ ბატონო გიორგი, რით შემიძლია გემსახუროთ? ხო უწინდებურად რიგზია ყველაფერი. სხვა ფეხი მაქვს. სხვა თავი, სხვა ხელი, საერთოდ სხვა ვარ, ომარ. ნუ ეს კლასიკური ფრანკფურტის სინდრომია, დეპერსონალიზაცია გადაყლილობის ფონზე. უნდა დალიოთ მოცვის ჩაი, ვალერიანეს წვეთები და მოცვის ჩაი, შეჭემა, ჩემი თანამშრომლის ტყავში ვარ გამოჭედილი, რაღაც ბინაში გავიჭიდებ. მოკლედ ძალიან ცუდად აქვს საქმე, ომარ. უნდა მიშველო. მშვენიერია, ესე იგი საკუთარი თავი ბოლომდე არ დაგიკარგავთ. ასეთი შემთხვევა იყო 1979 წელს ლისაბონში. ერთ დალაგს ეგონა, რომ საკუთარი სიდედრი იყო. მერე წაიყვანეს სოფელში, ანახეს და ისიც განიკურნა. და რა უნდა ვქნა? მივძანდით სამსახურში და შეხვდით საკუთარ თავს. ეს იქნება მძიმე ემოციური შოკი. ფსევდოჰალუცინაციური პარადიგმა ჩამოიშლება და დაახლოებით იგივე მოხდება, რასაც ჩვენ კომპიუტერის გადატვირთვას ვეძახით. აი მირეკავს. უპასუხე და შეხვდი საკუთარ თავს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. დიახ, ბატონო გიორგი. სად ხარ? არ მითხრა რომ კიდე სახლში. არა, გზაში ვარ უკვე. 5 წუთში მანდექნები. სათხარ რამდენი ხანი ყოლა შენ გელოდება? ხო? დაიწყეს წამები დროს. მოკლედ ბატონებო, დღეისთვის მე მგონი სულ ეს იყო, ხვალ უკვე რა ხდება ხალხო დღეს, ხომ მშვიდობა? რამე უცნაური დღეა?
თქვენ შეამჩნიეთ, ხო? არ არის აბა უცნაური, როცა ყველაზე პუნქტუალური ადამიანიც კი იგვიანებს, მიპასუხე. რა? იძახე ახლა რა. მე მომიწია შენ მაგივრად პრეზენტაციის გაკეთება. დაჯექი დროზე, მე ვილაპარაკებთ მაგაზე. მოგასწროთ. მოკლედ, მე მგონი დღესვე შეგვიძლია გავემგზავროთ ციხნახში ბატონებო და უკვე შენ არ ვიყავით ციხნახში, ეგ პრობლემა ხო მოვაგვარეთ უკვე. დაგვიანების მიზეზის გავიგეთ, ციხნახში ბრძანდებოდა თურმე ვაჟბატონი მოულხენია. რა მომილხენია, ერთად არ ვიყავით, ავარია რომ მომივიდა, კერდ შენ რომ მოგივიდა, ჩემ ცოლთან რო სექსი ქონდა, კერდ იკასთან. შენ თავი ხوارაფრისთვის მიგირტყი. ჰა? შემომხედე ერთი წუთი რეებს ბოდა უყურე ამ. მაცადე ნინი ერთი წუთი დაგირეკო გაგიჟდა მე მგონი ჩემი ასისტენტი. გაგიჟდა. ალო დაცვა. რა დავაშავე, რატო დამიჭირეთ? რა გინდათ რა? რამდენჯერ უნდა გითხრა? ბრალად გედება ხულიგნობა. მოქალაქის სხეულის განზრახ დაზიანება. რომელი მოქალაქის? დაზარალებული გახლავთ? ხო. გიორგი გიორგაძე. ეს მე ვარ გიორგი გიორგაძე და ჩემს სხეულს რასაც მინდა იმას უზამ, გესმის? კარგი ბიჭი ვარ. დაემგიჟებში როგორ მცავთ? აი ეს რო ეხა სოფიანი აღმოჩნდეს და რომ მიკმინოს და რომ დამბრიდოს შენ ატო ჩაიხარ? ხო არ მიკმენო. მორიგეზეთ გენზე გისმენთ. დიახ. კი ბატონო. ეხლა ეს რა გამიკეთე? თავი მომჭერი, ხო? შენ მართლა შენი თავი ოტელო ხო არ გონია, შესაძსოდა, ა? მთელი თბილისი ჩვენზე ლაპარაკობს, ნიკასოლი გიორგაძის საყვარელიაო. ხო და ეხლა აზრზე მოდი და გიორგის პატიებად ხოვე. იქნება გამოიტანოს ეს აჩივარი. შენ უცოდველი კრავი ხარ, ხო? და მაგით რისი თქმა გინდა? აი შამათი სექსუალური იყო რა, ალბათ. შენი ქმარი რო ექსკურსიაზე გაუშვი და შენ გიორგი შეუწექი საწოლში, ჰა? ვაიმე, შენ მართლა გააფრინე, ხო შესაძსოდაო? ხო და ძალიან კარგი. აი ხლა მე ავდგები, წავალ. და შეგიძლია საერთოდ ამივიწყო. ნახოთ ერთი ვინ მოგხედავს. ვისთანაც მიდიხარ ისიც მე ვარ. ვერ გავიგე. ესე იგი შენ არ ხარ ის ხარ ხო? კი, მჯერაც მაო, კი. ბაზარი არა. აი რო შემოხვედი ეგრევე ვიფიქრე, ეს ის არ არის ვინც ამად გონიათ მეთქი რა. ეგეთია რა ვაფშე ცხოვრება. ხან ერთ ყავშიზე ხარ მეორეში. აი მეც მაგალითად სხვა ვიღაც ვეგონე ამ ხალხს რა. აი წეგან ეგრე ბებო მომადგა. და შენ წამართვიო ჩანთაო მეუბნებოდა რა. ეხლა გავარმე კრიმინალს. არა. მე ძმაო ნაცხოვრები კაცი ვარ რა. და შენ მართლა არ ხარ ეს კაცი. თქვენ შეამჩნიეთ, ხო? ეგ შენი ტანი არაა, ხო? არა. ხო, მჯერა ძმაო, დაწნარდე. ეგ ტანსაცმელი? არა. მაშინ მოდი ძმაო რა. ფეხსაცმელი გამიცოლა. ხო მაინც ხესია და ფეხებზე არ გიდია.
დილამშვიდობისა საქართველო, დღეს 31 თებერვალია. თქვენ უსმენთ რადიო ფორტუნა პლუს. არ მომიკლავთ ეს კეფიცები. გამოდით ეხლა. რა დაგიმზადეთ რა შეჭა. ერგოს პერსინი დაიწყლი. ხო გითხრათ გაჩერდით. გაჩერდი! ვარა მაგარია, რა გაშეჭა მაგოჩება. Cara telefoni მომეცი. Cara telefoni მომეცი. ბატონო, ომარ გიორგი ვარ. რომელი გიორგი? შენი პაციენტი გიორგი გიორგაძე. თქვენი აზრით მე ჩემ პაციენტებს სხვაზე ვერ ვცნობ. თუ შეიძლება ნუ გადარეკავთ, ბევრი საქმე მაგ და სამაიმუნო თარმცალია. არ გატყუებ გიორგი ვარ მე გიორგაძე, გუშინაც ხო გელაპარაკია რა. რაღაცა საშინელება მჭირს. გუშინ ჩემი თანაშემწის ხეულში ვიყარე. ეხლა კიდე ჩემი ძღოლი ვარ, მიშველება მე რა. გუშინ ჩვენ არ გელაპარაკია, კარგად ზანდებოდეთ. ერთი წუთი არ გათიშო. მაქვს რაიმე მიზეზი რომ არ გავთიშო. გაქვს ამოდენიმე. მაგალითად პლანი მქონს, სერტიფიკატებს აყავებ, ვარიგებს გადაკეთებული, სექსი გაქვს პაციენტთან და როცა ნერვიულობ, მარცხნაფეხი გიკაკალეთ. გავამწელო! აღარ არის საჭირო ბატონო გიორგი, ყურადღებით გისმენთ. გუში ჩემი თანაშემწე ვიყავი. ეხლა კიდევ დგავარ სარკესთან და ჩემი თავის ნაცვლად გასიებულ მიტოს ვუყურებ. ნუ ეს კლასიკური ფრანკფურტის სინდრომია, დეპერსონალიზაცია გადაღლილობის ფონზე. უნდა დალიოთ მოცვის ჩაი, ვალერიანის წვეთები და დამჭირდება ძლიერი ემოციური შოკი, ფსიქიური ენერგია პიკს მიაღწევს და ფსევდო ჰალუცინაციური პარადიგმა ჩამოიშლება. ექსტის ულა გუშინი გომავისვინე! კარგი, დაწყმარდით ბატონო გიორგი, რასაც თქვენ აღწერთ, ეს არის გართულებული ფრანკფურტის სინდრომი. ამასთან საბრძოლველად ერთადერთი გზა არსებობს, ისლანდიური პენეტრაციის მეთოდი. ეგრას ნიშნავს, ეხლა ადამიანურად ამიხსენიება? თქვენ უნდა დარჩეთ მაგ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფებით და საკუთარი თავის პატივისცემა და ნდობა მოიპოვოთ. რომელი საკუთარი თავის? ნამდვილი გიორგის, ანუ თქვენი ალტერ ეგოსი. ვიჭა. ანუ მე როგორც მძღოლმა, ჩემი როგორც უფროსის ნდობა და პატივისცემა უნდა მოვიპოვო? და რა გამოვამით? როგორ თუ რა სინერგია? ანუ ისე უნდა მოიქცე, როგორც ჩემი მძღოლი მოიქცეოდა? აბსოლუტლი. ვიტო გამოდი მზადა აყიყლიყო. ხო, ესე წამს. მამიკო, აი ამას შევჭამდა რომ გავისდები, ყველაზე მაგარი მძღოლი გამოვა. რატომ მძღოლი ბიჭუნა? ისა, შვილი. ჩაბარე რომელიმე უნივერსიტეტში, შემდეგ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურას გაივლი, რომელიმე ტრანსნაციონალური კორპორაცია აგიყვანს, ფილიალსაც ჩაგაბარებენ და იქით მოგემსახურება მძღოლი. ვარა მაგარია, მიდი და მაშინ მე ვიქნები შენი მძღოლი. ვიტო, იქნებ დღეს მაინც დაელაპარაკო გიორგის ხელფასის მომატებას. ისე უარს ატყვის და რა აზრი აქვს? ეგეთ ზუნწი და თავის თავზე შეყვარებული იდიოტი არსად მინახავს. რატოა ვითომ ზუნწი? ტიპს იმდენი ფული აქვს და 5 წლის განმავლობაში არც ერთი პრემია არ მოუცია. ზუნწია, აბა რა არის? თან იცის როგორც გიჭერს. იქნება არ იცის. პრინციპში უკვე იცის. ზუნწია კი.
ისა ძვირფასო მე არ მახსოვს და რამე ღია ფერის პერანგი მაქვს. მე მოქალაქე ერთი წუთი რა. მომისმინ ახლა. ზუსტად ვიცი რომ დანაშაულის ჩადენას აპირებ. რადგან არ გერჩევ. ხო და ხო, აი ხა იმ კუთხიდან გამოვამოხუცებებო, რომელსაც ჩანთას წაართმე. არ გინდა რა. ამ კუთხიდან? ხო. აი ჯიგარი. შეაჩერეთ. შვედო, რატო არ დაიჭირე? თელთვის პენსია ჩანთაში მეტო. მოდი რაღაცას შევთანხმდეთ რა. ჩვენ ქვეყანაში ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე, ხო ესეა? ამ შემთხვევაში თქვენ მე კი არ უნდა მეცეთ ქალბატონო შვილო რატო არ გააჩერეთი? პატრულში უნდა დარეკოთ. მოდი გამიღე კანი. $112. ბატონო გიორგი, დაგეჭირათ ის ბანდიტი. მეც იქ არ ვიყავი, მოგეხმარებოდით და ზედმეტი ხო არ მოგდი შენ, ჰა? არას გამომეცხადი ამ ჭრელებში, თუთი ყუში ხა თუ მძღოლი? რა ვიცი, გუში შავები მეცოდა არ მოგეწონა. ია გუში, სად ნახე გუში, კვირა არის, ხო? მინდი წინ იყურე რა. ოე, მიტო. რას დამდგარ ხარ? აიკო, გარაჟის გზა ხო არ დაგავიწყდა? რას გამოწყობილ ხარ? თუთი ყუში და? არა, გიორგის თუ ეპრანჭები მაინც არაფერი გამოგივა. რაც არ უნდა დოლჩე და გაბანა ჩაიცვა, არ მოგიმატებს ხელფას. კრიჟანია. ისე მაგის ხუშტურების სატანას არ ჯობდა, ისე ტაქსემში დარიყავ. მომისმინეთ თქვენ. უფროსი თუ ყავს, მაგის ხუშტურებიც უნდა აიტანო რა. რაც შეეხება კიდე ხელფას. მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე დაანგარიშებით და სამოხმარებულ კლათის მიხედვით სულაც არა ცოტა. არა, ძაღლი პატრონს ემსგავსებაო გამიგია, მაგრამ ძღოლი უფროს ესე დაემსგავსოს პირველად ხედავ. უპასუხეთ, ორე შეგემცირდა სამოხმარებელ კალათა.
დიახ ბატონო გიორგი. კი, ახლავე მივაკითხავ ქალბატონ ნინის. ვერ ხვდები ასეთ მნიშვნელოვანს. შენი ქმარი შენს გვერდით არ უნდა იყოს. შენიც იმ შემთხვევაში თუ საინვესტიციო ფონდის აქციები 0.001% დაეცემა, რა უნდა გააკეთო? გაკიშდი ხო? შენს მდგომარეობაში ესეთ რაღაცებზე ფიქრი როგორ შეიძლება? გიორგი მხომარი იცის რა ხდება, თორე რო იცოდეს იქ რა გააჩერებდა. აი, ბოლოს, როდის იყავით ერთად სადმე? არ ვიცი, აღარც მახსოვს. რატო, ერთი კვირის წინ კიროში ხო ვიყავით? ვიყავით. თქვენ ნამდვილად ორსულად ხართ. ნაყოფის სიგრძეა 2 სანტიმეტრი. გულისცემა და მოძრაობითი აქტივობა ნორმალურია. სქესი ჯერ არ ჩანს, მაგრამ რაც მთავარია გიჯამი. თქვენი შვილია? და განვითარების რამე. დიახ, ჩემი შვილია. არა, რა ჩემი შვილია. ჩემი იმდენი მყავს საწავიღო არ ვიცი. დიახ ბატონო გიორგი. რა? ნინი აქ დავტოვო? ასამოთ როგორ შეიძლება რა ტაქსით? ალო. სირიხა რა, სირიხა. ბოდიში ვიდა. ძალიან მაგარი გზნობაა ბატონო გიორგი. აი ეხოსკოპიაზე რო უყურებ ხო, აი იმ პატარა სიცოცხლეს. ესე გონია რომ შენ უნდა დაიბადო თავიდან. ეხოსკოპია, კაცო, 4 შვილის მამა ხარ. არა, ეგ ხო უბრალოდ პირველი სულ სხვა თქო. ამის თქმა მინდოდა. ბავშვი. დიახ, ბავშვი გეუნები ბატონო გიორგი. მე რა ბავშვი? ვაი ბავშვი. აი ძაღლი გავიტანე ბატონო გიორგი. ძიგი ხორა ბიჭო! მშვიდობისა საქართველო. დღეს 31 თებერვალია. თქვენ უსმენთ რადიო ფორტუნა პლუს. ბატონო. ჰალო, მარ გიორგი ვარ. ქალბატონო, ტრანსვესტიტების მიღების დღე 4 შაბათია, ასე რომ ზეგ დამირეკეთ რა. გიორგაძე შეჭემა. მაინც რითი დამიმტკიცებთ? გისმენთ ქალბატონო გიორგი? ხომარ მომისმინე. ეს არის ფრანკფურტის სინდრომია და ვერც ისლანდიური პენეტრაციის მეთოდი ვერ მიშველის ახამე. გუშინ ჩემი მძღოლი ვიყავი, იმის წინ თანაშემწე ხამობში ქალი ვარდო. აჰა, ძალიან საინტერესოა. რაც მთავარია, სწორი გზით მივდივართ, არ ინერვიულოთ არაფერზე. დრას ნიშნავს? ახლა ხომ ქალი ხართ. ხო და სწორედ ახლა უნდა მოხდეს სუბლიმირების კვანძის გახსნა. ანუ სექსი უნდა გქონდეთ საკუთარ თავთან, მამრობით გიორგისთან. რატო შეიძლება კაც არ უნდადეს შვილი? არის პასუხისგებლობა. საერთოდ ბავშვი დიდი პასუხისგებლობაა, ხო? და ჩვენ რატო არ ყავს შვილი? არ ვიცი, გვანც ადრეა, ჯერ არ მაქვს ისეთი სამსახური, რომ ბავშვი ყველაფრით უზრუნველყო.
აი გიორგიმ თუ ხელმძღვანელად დამნიშნა პროექტის დამითაც არ დავფიქრდები. მე შეიძლება თვითონ პროექტის ხელმძღვანელობის გაკაჩვას? რატო ვერ შევძლი? բայց შენ გონია გიორგიზე ნაკლებად ვერ ყვევი ამ საკითხში? წარმოიდგინე ტიპი შანს არ მაძლევს, ყველა იდეას მიბლოკავს. როვა ჩვენ რომ მაზეჭკვიანი ვარ, ჩათვალე რომ საბოლოოდ დავკარგე სამსახური. მე რომ მისმენდეს, მისთვისაც კარგი იქნებოდა და კომპანიისთვისაც დამიჯერე. აქ რა ხდება? ვინ არის დებილიტო? ხო კარგად, ჰა? მეორე დებილი, შემომხედება კარგად, თორე მომკლაკინა ამ გამოყალებული. გააჩვი დროზე აქედან აღარ დაგინახო მეორე. რამე ხო არ იტკინეს, ბატონო გიორგი? არა წამიყვანე დროზე. მოგახედავ მეთქი წადი აქედან. ნიკამ თუ პერანგი ვერ შევა, მე რო გავრიცხო და ფეინდ გაგიშრო. შეასაკეთებ ხოლმე შენი ქმრის გასაკეთებელ საქმეს. გოგოლაცის დავატირი, ჰა? როგორ ჩამოგაგდო ბავშვობაში ხიდან. თორე ხო არ გეკნებოდა ხა ეს ნაიერები, ჰა? შენ რა იცი გოგოლაძე? მე შენზე ყველაფერი ვიცი. ისიც იცი ახლა რა მინდა? ვიცი გიორგი. როგორ არ ვიცი. შენც ხო გინდა? ერთ წარმოიდგენ როგორ. აი ყოფნა არ ყოფნის საკითხია რა. რა. ჩემი ქმარი. კი რა გავს? მოგეჩვენი. Алло? Тетри. Შეიძლება ცოტა დამირეკავდა და. კალური ინტუიცია რა. აი მე კიდე კაცური ინტუიცია მყარა ნახოს რომ საღამოს დავამთავრებ. კი. აუცილებლად. დანარჩენი საღამოს. Asi grami chivasi დამისხირა. ან დაიყოს 200. ნებამიბოძე თამცირე სასმელზე მეტაკვატიშოთ და თუ თავხედობაში არ ჩამithulit იქნებ მითხრათ ესოდენ მშვენიერი ქალბატონი რასაკეთებს სიყვარულის ქალაქში მარტო. გააჩვი რა. Wow, ramagariya. Ocha? და მე შემძლებოდა თავის დროზე ახალგაზრდობაში მამაკაცების ასე მოშორება თავიდან.
მაგრამ და ყველაფერი როგორც სხვანაირად იწყება ხოლმე. თითქოს მართლა მოსწონს ხარ, საჩუქრებს გჩუქნიან, გიждდება შენზე. თავი დედოფლად მიგაჩნია. მე როცა თავისას მიიღწევს, ყველაფერი სხვანაირად არის, საერთოდ ვეღარ გხედავს, აღარ არსებობ თითქოს. ხო, ჩემო კარგო ასეა. ძალიან რთულია, როცა ლამაზი ქალი ხარ. რთული. კი. ძალიან რთულია. საერთოდ არ მინდა ქალობა. ჩემო პატარა, შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ ჯერ, ასე რომ წადი, სახეთ დაიბანე, მაგრამ არავინ შეამჩნევს, რომ სუსტი ხარ. ყველას უნდა ეგონოს, რომ ძლიერი ხარ. რასაკეთებს ასეთი სიმპათიური მამაკაცი ასე ეულად სიყვარულის ქალაქში? აი, გამაპატია, მე ვერ წამოვალ რა. მეზარება და თან ძალიან დაღლილი ვარ. შენ წადი არ მეწყინება. აქ დარჩები, კაი? კაი. გიორგი, მომისმინე. რაც ახლა მოხდება, ცოტა პირველი იქნება ჩემ ცხოვრებაში. რა? სექსი მქონია, მაგრამ ნუ აი ამ ამპულაში პირველად ვარ რა. კაი, გამშვიდე, არა უშავს. ყველაფერს აზრად გავაკეთებ. კარგი, მაგას არ გულისხმობ რა. ცუდი გოგოს თამაში გინდა? მოდი, მეც მიყვარს თამაში. აუ, შენ ვერ გამიგე რა. აბა, უმწეო და დაუცველი გინდა იყო? აი, გამიში ხელი არ მინდა. თავი დამანებე შემეშვი რა, არ მინდა, არა, შენ ხო არა გაგბიჭო. დილა მშვიდობისა საქართველო. დღეს 31 თებერვალია. თქვენ უსმენთ რადიო ფორტუნა პლუს. ტელეფონი არა გაგვიდა ჩემო. ტელეფონი არა. თქვენს ანგარიშზე თანხა ამოწურულია.
ფსიქოთერაპევტი ომარ თეთრაძე გისმენთ? ალო. ალო, ომარ შეხარ? დიახ, მე გახლავართ. ხოდა შენი დედა შევეცი მე. მე кайფები ბიჭო. ჰა? ამას რატო კადრულობ, ბატონო, ვიმბრძანდები. გიორგი ვარ. რომელი გიორგი? რომელი გიორგი? გიორგი შენი დედა. დარბეს სამცია ხალხი და შემოსაიალები რა რა ვეინე გოგონი გამახსენე როგორ მთავრდება ჩვენი პიესა რა მირზა პაპა? რა მირზა პაპა კაცო პიესა როგორ მთავრდება შვილო როგორ მთავრდება დაიბრუნებს ეს ბატონი თავის თავს თუ ვერ დაიბრუნებს ვაიმე როლი დაგვიწყებიათ არ და სპექტაკლი უკვე იწყება თან ინვესტორების აქ არიან ხოდა გამახსენე როგორ მთავრდება ჩვენი ზღაპარი როგორ და კარგად ბატონი კეთილ საქმეებს გააკეთებს და ჯადოც მოეხსნება ოღონდ მართლა უნდა და კეთილ საქმეების გაკეთება მართლა უნდა შეიცვალოს თორე ისე არაფერი გამოვა გასაგებია არაფერი არ გამოვა ხო მოდი ვარ Ой, მოღალატებ შენ უთხარი კურდებს ადმალავდი სამკაულებს. ხოი მოღალატებ შენ უთხარი კურდებს სადინახავ სამკაულებს. არა ბატონო, რას ბრძანებთ? მე ისიც კი არ ვიცი სამკაული რა არის. შემიბრალეთ ბატონო, სახლში ავად მყოფი დედა მყავს და ჩემს მეტი მომვლელი არ გააჩნია. რა ვქნათ ბატონო? გავათლიოთ. გავათლიოთ. ბოროტების ხმა შემომესმა. და გამოვქანდი ციდან. დაჩაგრული ხალხის ბოლო ნუ გეშათ. სიკეთე მომაქვს წმინდა. ვინახარ? ვინახარ? რა ლექსად მელაპარაკები? რა ლექსად მელაპარაკები? აქ საიდან გაჩნდი? აქ საიდან გაჩნდი? სანამ შენ მკითხავ, მეც მინდა გკითხო. რატომ აწვალებს საცდავ გლეხებს? რატომ წართვი მოურავს შვილი? რატომ ურტყავდი მოხუცქალს ფეხებს? შენ ვინ კითხავს? გაეტრია ჩემი კაბინეტიდან. გიარდა იმიდან სასახლიდან. კი. ბატონი ხარ. მაგრამ დღეიდან მე შენ გადაგაქცევ ყველა იმ კაცად, რომელიც დაჩაგრე, დატანჯე და მათ ტკივილებს გაიღებ ხარკად. ალისა მალისა. კაი. მოდი გეყოფათ. მართლა გენიალურია. ყველაფერი უბრალოდ მეტი დრო არ მაქვს. მოკლედ, მე რა თქმა უნდა ვაფასებ თქვენს მიერ გაწეულ შრომას. განსაკუთრებით კი გამოვყოფდი პატარა ფერიას. რა ქვია შენ? ელენე. მართლა ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა. უბრალოდ მე მიმაჩნია რომ თქვენ ესეთი კამერული სპექტაკლების გათამაშება თავისუფლად შეგიძლიათ სახლშიც. ხო ისეა, მეგობრების გარემოცვაში. ბატონო გიორგი, მომისმინეთ.
შეიძლება ეს სპექტაკლი თქვენთვის არ იყოს საუკეთესო და შორის საუკეთესო, მაგრამ დამიჯერეთ ეს თეატრი ჩვენთვის ყველაფერია, ჩვენი ცხოვრების არსია. მე მესმის რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოგებიანი ბიზნესი, მაგრამ არა ჩვენი მომავალი თაობის ხარჯზე. გვერდით არსებობს ერთი შენობა, იქ ახსენეთ თქვენი რესტორანი. მიეცით ხალხს პურის და სანახაობაც. დამიჯერეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება. შეიძლება ამან თქვენი ცხოვრებას შეცვალოს. მართლა ძალიან ამაღელვებელი იყო თქვენი სიტყვები, მაგრამ სამწუხაროდ თეატრის საკითხი უკვე გადაწყვეტილი, ასე რომ დღესვე მოგიწევთ მისი დაცვა. ალისა, მალისა. წავით. Nu gășine, uprăsă. Mirza baba. დილა მშვიდობისა საქართველო. დღეს 31 თებერვალია. თქვენ უსმენთ რადიო ფორტუნა პლუს. სად ვარ? ვინ ვარ? ხდება ჩემთან? ხრამ ჭირს. სად არის ჩემი ტელეფონი? ძაღლი წილი ვიყო! ხუმარ შენი დედა მოვთხარი. ჩიქორა გაგიკმენ! გაჩერდით! რაც აკეთებთ, ახლა თავი დაანებეთ! კანონით საყელოიანი ძაღლის დაჭერის უფლება არ გაქვთ! წამო დაანებე თავი, რამე შარს არ გადაგყაროს. ხო ხედავ, პატრონი ყოლია. ახლავე თავი დაანებეთ, თორემ ცხოველთა და ბავშვთა დაცვის საზოგადოებაში ერთდროულად გიჩიულებთ. წამო, ეს რო გაიზრდება, მე ნახე შენ. გავუშვი. ნუ გეშინია, შენ თავს არავის დავაჩაგვრენებ. მადლობა მეგობარო. ის ღამარდა. კი არ მოვდივარ, მოვძუნძუნებ. მოიცა სად ვართ? გონი ის ადგილია. აქ არ უნდა ვიყოთ. აქ შაშიშია, ელენე! ჩემი საყვარელი გოგო, ჩემი ჭკვიანი. ნუ გეშინია. მოკარგო. ჩემი ჭკვიანი. ნუ გეშინია. შენ მე გადამარჩინე. ნუ თუ ესე უნდა ჩავწახლდე. მე კიდე შენ გადაგარჩენ. თანაც შემივეხელით. ალისა, მალისა. არ მოკდებ თქო. ალისა, მალისა. დაბრუნდი თქო. კარგი. ნუ ტირი მეგობარო. დილა მშვიდობისა, შეგახსენებთ რომ დღეს 1 მარტია, თქვენ კი უსმენთ რადიო ფორტუნა პლუს.
შეაჩერეს მისდეზე. მოიცა ერთი წუთი გაჩერდი, ჩანთას გაუშვი ერთი წუთი დაწყნარდი, კაი, რა გჭირს მოიცა. დიდი მადლობა შვილო. შეუნამუს, მოხუცრა ჩანთასა. ეხლავე პოლიციას. ერთი წუთი ქალბატონი, მოდი დაწყნარით, არ გინდათ რა პოლიცია, რა გინდათ. მოდი თქვენ წამბზენით, ამას მე მივხედავ, კაი? კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ. კაი, მომისმინე, დამშვიდი ერთ წუთი. ეს ჩემი ნომერია. ოღონდ დღეს ნაღად არ მსალია, ხოლმე დამირეკენ ამის სამსახურს გიშოვდა, აი? ეს და მოიცა, მოდი ერთ წუთი. ეს ის გამომართი და ხუძი მახარ ამე ახალი ფეხსაც მე მიიყიდა. წამო მინდა დღეს დიდი საქმეები გვევედება დაჯი. ილოცავ, მიტომ გუშინ იყო ხო ტყუპების დაბადების დღე? დიახ, ბატონო გიორგი. ნუ მეძახი ბატონ გიორგის. კი ბატონო გიორგი. კი არა და გიორგი. ძალიან ბევრი ვიფიქრე რა მეჩუქებინა. და ეხლა ოფისში რომ მივალთ, შენი ხელფასის გაორმაგებას მოვაჭერ ხელს, ა? რუსელის პატრონი ხარ მაინც, რა ვიცი. წინი ყურე გეხვეწები რამეს არ დავეჯახოთ, რა ბაოშს ან ძაღლს ან ბოჭს, რა ვიცი. ძალიან გიხდება ეგ პერანგი, მიტომ ყველაზე მაგარი მძღოლი ხარ. ეგ პროექტი დამატებით ხარჯებს მოითხოვს და თუ ამეხსნით რატომ უნდა გავიღოთ დამატებითი ხარჯი? კი ბატონო, დავილაპარაკოთ. იმიტომ რომ იქ პირველი ქართული საბავშვო თეატრია. გაოგნებული ვარ თქვენი ესოდენ სწრაფი ტრანსფორმაციით, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო. შიშობ თეატრი და ხელოვნება თუ გსურთ, სხვა პარტნიორების მოძებნა მოგიწევთ. სამწუხარო. აუნინ. ეჩეჩ მოგივა. კარგი. მოკლედ, ბატონებო, მე მიმაჩნია, რომ ბიზნეს პროექტს, რომელიც სიღნაღში თეატრის შენარჩუნებას ითვალისწინებს, ალტერნატივა არ აქვს. ეხლა შეიძლება ამ ყველაფრის ახსნა მართლაც რთულია, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ხანდახან სხვისი თვალით საკუთარი თავის დანახვა ბევრ რამეზე აგვიხელს ხოლმე თვალს. ახლა კი ბოდის გიხდით, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. დავიჯერო, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ? კი, მაქვს. როგორც ჩანს, ჩვენი თანამშრომლობა აქ დასრულდა. გისურვებ წარმატებებს თეატრალურ სარბიელზე და სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებშიც. კარგად დიდი ჯანმრთელობა. მადლობა, კარგად. გიორგი, შენ მე მაკვირვებ. ხო? იაფი, ცოტა მეც მაკვირვებ ჩემი თავი. როგორც ჩანს, ჩაგვეშალა პროექტი. რატო ალტერნატიული პროექტის გეგმაზე რას ფიქრობ? ეს ის, რომელიც უფრო ძვირიჭდება. დავკარგეთ პარტნიორები. მე რა მთავარია სწორად მოვიქეცით. იმედია. მოკლედ, მე მარტო ვერ გადავწყვეტ ამ ყველაფერს. თან დეტალებიც მაინტერესებს და შენ უკვე გარბი ხარ. ო, მაპატიმ რა უნდა დაგტო. კარგი. სხვა დროს დავილაპარაკოთ. ალისა მალისა, შენი სული სახლისა, შენი ტანი, შენი გული, ნახე თავი დაკარგული. ეს რა ვიკენი ფერია, ღმერთო, შენი სახელის დიდება, ღმერთო, რა ბედნიერია.
გიორგი, მოკლედ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედეთ თეატრის პროექტს და მზად ვართ სრულად მივიღოთ მონაწილეობა მის განხორციელებაში. სრულად? დიახ, სრულად. ესე იგი სხვისი გავლენის ქვეშ მოეკეცით. დიახ, ასეა. მოგება არ იქნებაო. ესაო, ისევ 1000 მიზეზი თქვეს. რადგან მე ძალიან მიყვარს ბავშვები. თეატრიც ძალიან მიყვარს. ბავშვებიდან მინდოდა მსახიობობა. ის კი არა ზოგჯერ თავი ნანკა კალატოზიშვილის გონია. ნანკა კალატოზიშვილი რატო? არ დაიჯერებთ. ერთხელაც ვიღვიძებ და შორენა ბეკაშვილი ვარ. როგორ არ დავიჯერებ? ეგ ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომელსაც ქვია მადაგასკარის სინდრომი და განიკურნება ასე.